C ჰეპატიტი არის ვირუსი, რომლის გადაცემა ხდება სისხლით. მაგალითად, ამ დაავადების მქონე ადამიანები შეიძლება დაინფიცირდნენ სისხლის გადასხლისას, კბილების მკურნალობისას, საერთო ნემსის გამოყენებით, ან დაბადებისას დედისგან. ვირუსი მუშაობს ღვიძლის უჯრედებზე თავდასხმის გზით. ეს არის პროგრესირებადი შეტევა, განსაკუთრებით თუ პაციენტი რეგულარულად მოიხმარს ალკოჰოლს. ეს იწვევს ღვიძლის ანთებას, თავიდან აღინიშნება ფიბროზი, შემდეგ ციროზი, რომელმაც ყველაზე სერიოზულ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის კიბო. ეს შეტევა ხორციელდება ნელი ტემპით, წლიდან წლამდე. ხშირად ინფიცირებული პირი სიმპტომებიდან არჩევს მხოლოდ დაღლილობას და ზოგჯერ დეპრესიას. თქვენი შეიძლება გქონდეთ წლების განმავლობაში და ვერ შეამჩნიოთ. ამიტომ მას უწოდებენ ხოლმე შუმ ვირუსულ დაავადებას. ერთ-ერთი საშუალება გაიგოთ, ხარ თუ არა ამ ვირუსის მატარებელი, არის გამოკვლევა მარტივი სისხლის ანალიზის საშუალებით. ეს გამოკვლევა არის გზა გამოჯამრთელებისკენ, რადგან ის იძლევა ადამიანის, როგორც C ჰეპატიტი ვირუსის მატარებლის იდენტიფიცირების საშუალებას, იმისთვის, რომ იყოს მისი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. დღეისათვის პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატები უშუალოდ მიმართულია ვირუსის საფუძვლის წინააღმდეგ, რომელსაც ეწოდება RNM-ი. ეს მკურნალობები შეიძლება შესთავაზონ ყველა ქრონიკული ინფექციის მქონე ადამიანს, ღვიძლის დაზიანების სერიოზულობის მიუხედავად. ისინი არა მხოლოდ ეფექტურია შემთხვევათა 95% შემთხვევაში, არამედ ასევე კარგად ასატანია. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოჯამრთელების გზაზე შეგიძლიათ გააგრძელოთ თქვენი ყოველდღიური საქმიანობა. საკმარისია დღეში 1 დოზა 2-3 თვის განმავლობაში, ან უფრო იშვიათად 4-6 თვის განმავლობაში. RNM ვირუსის განადგურების შემდეგ ის აღარ გამრავლდება. გაუმჯობესდება არა მხოლოდ ღვიძლის, არამედ ასევე ვირუსთან დაკავშირებული დაავადებების კერების მდგომარეობაც. პაციენტი განიკურნება, ზოგადად გაქრება ვირუსით გამოწვეული დაღლილობა და პაციენტი აღიდგენს ენერგიას. ის აღარ იქნება ვირუსის მატარებელი, ის აღარ იქნება გადამცემი. თუმცა პაციენტებს არ უტარდებათ ვაქცინირება და პოტენციურად შესაძლებელია მათი განმეორებითი ინფიცირება. ამიტომ C ჰეპატიტისგან განკურნება შესაძლებელია. არ დააყოვნოთ, ჩაიტარეთ გამოკვლევა. ეს არის პირველი ნაბიჯი გამოჯამრთელების გზაზე, თუ რისკის ქვეშ ხართ.